ავტორი კვლავ გვთავაზობს ასეთ შემთხვევებს, წმინდა ცხოვრებითა და იშვიათი მოღვაწეობით გამორჩეული მეუდაბნო ერთ საღამოს თავის სენაკში ხმადაბლა ლოცულობდა, უცებ მის წინ თვალის მომჭრელად განათდა და მეუდაბნოს წარმოუდგა ანგელოზთა დარი სილამაზის ჭაბუკი. მოღვაწეს წესად ჰქონდა თავის შორს დაეჭირა გრძნობადი მოვლენებისაგან, რა სახისაც უნდა ყოფილიყო იგი. ამიტომაც სიმშვიდე შეინარჩუნა, ყურადღებაც არ მიაქცია ამ მოჩვენებას და ხმადაბლა განაგრძო ლოცვა, მაგრამ ჭაბუკი არ გაქრა. ამან განაცვიბრა მეუდაბნოე, უფრო ის გაუკვირდა, რომ მას არ ეშინოდა არ ჯვარისა და არც ლოცვის. ვინ ხარ? ბოლოს კაცრად კითხა მეუდაბნოემ. შენი ფარველი ანგელოზი, შვიდად მოვლენილმა. აქ რა გინდა? უფალი ღმერთისგან ნაბრძანები მაქვს, გესტუმრო ჩემი ნამდვილი სახით და აი მეც მოვედი შენთან. ეს მე არ მჭირდება, შენიშნა მეუდაბნოემ, ადგა და ლოცვას შეუდგა. ანგელოზი არ ქრებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ბერთან ერთად ისიც ლოცულობდა. მეუდაბნოეს ვერ გაეგო, რას ნიშნავდა ეს უცნაური გამოცხადება და თავისთვის მსჯელობდა, თუ ეს დემონია, მაშინ ჯვარი და ლოცვა უეჭველად შემუსრავდა მას და გააქრობდა მოჩვენებას. რით დამარწმუნებ, რომ ნამდვილად ღმრთის ანგელოზი ხარ? ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ შეეკითხა მეუდაბნოე. რითაც გსურს, მიუგო მან და განაგრძო. იცი რომ დემონებს ეშინიათ ჯვრის ძალისა და გამოსახულებისა, მაგრამ მე არ მეშინია, როგორ ხედავ, მე თაყვანს ვცემ ღმერთს და ჯვარს. აქ ანგელოზმა პირჯვარი გადაიწერა და მობიერებით ახსავსე გძალვით დაეცა ქრისტეს ჯვრის გამოსახულების წინაშე. მეუდაბნოე შეყოყმანდა. კიდე რას მოითხოვ ჩემგან? კითხა წამომდგარმა ანგელოზმა. ხომ ხედავ, რომ არათუ არ მეშინია ჯვრისა და ვეთაყვანები კიდეც მას. მაშასედამე მე შენი ფარველი ანგელოზი ვარ. შესაძლოა, შვიდად მიუგო მეუდაბნოემ, მაგრამ შენ მაინც არ მჭირდები. შენი ხილული სახით, ჩვენი მფარველი ანგელოზები უხილავნი არიან, ესე იგი ჩემია არ აგჯერა? არასდროს დაგიჯერებ, გადაჭრით უთხრა ბერმა. ღვთის გულისთვის გამშორდი, ვინც უნდა იყო, თუნდაც მთავარ ანგელოზი. მე არ მჭირდება შენი ხილული თანამყოფობა, შენ ყურადღებას მიფანტავ ლოცვის დროს და უკვე ეს ადასტურებს, რომ ანგელოზი არ ხარ. ამაოდ ირჯები, შეეპასუხა იგი. მე არ წავალ, იმიტომ რომ ნაბრძანები მაქვს შენთან დარჩენა. ნება შენია, ცივად მიუგო მეუდაბნოემ. სანამ სულიერ მამას არ დავეკითხები და მისგან არ მივიღებ ბრძანებას, არ მსურს გიცნობდე. განვეთ ჩემგან, ასეთი სახით არ მჭირდები. და მეუდაბნო ლოცვად დადგა. ამასობაში ანგელოზი გაუჩინარდა. მანამდე კი დახპირდა შემდეგ ღამეს ისევ მოვლინებოდა ისეთივე სახით. როდესაც გათენდა, მეუდაბნოე მივიდა თავის სულიერ მამასთან და უამბო ხილვის შესახებ. ის ჩააფიქრა ჯვარისადმი თაყვანისცემამ, პირჯვრის გადაწერამ და ლოცვის მიმართ შიშის არ ქონამ, რაც ეშმაკების ქმედებებისთვის თვისობრივი არაა, თუმცა მეუდაბნოეს აუგზალა ხილვასთან საუბარი და ურთიერთობა მისი განმეორების შემთხვევაში. აკურთხა მხოლოდ ელოცა და უყურადღებოდ დაეტოვებინა სულიერი სამყაროს ეს გამოვლინება. მოღვაწე ესეც მოიქცა. ამასობაში მეუდაბნოის ხილვასთან დაკავშირებული საკუთარი ეჭვების გასაპანტავად მოძღვარი წავიდა ერთ-ერთ ბერთან, რომელსაც ათონზე იცნობდნენ, როგორც ჭურეტით ცხოვრებაში გამოცდილს, განსჯის, ნიჭის მქონეს და ეშმაკისეული გულისიტყვების მკაცრად თვალყურის მდევნელს და რჩევა კითხა. რა უნდა ქნან მეუდაბნოემ ასეთი მოვლენების დროს? არაფერი მიუგო მან, იცოდეს მხოლოდ საკუთარი თავი და ღმერთი. რას ფიქრობ, მოვლენებული ჭაბუკისაგან ჯვრის თაყვანისცემაზე მართლა ანგელოზია? შეიძლება, მაგრამ უფრო დემონი უნდა იყოს. ჯვრის გამოსახულება, რისიც ამ ჭაბუკს არ ეშინია, ჯვრის მხვევა, ამაზე რა სიტყვი? სიტყვა შეუბრუნა მოძღვარმა. იმავეს, რასაც ხილვის შესახებ უპასუხა ბერმა, ცოტა დაფიქრდა და განაგრძო. შენ იცი და
რა თქმა უნდა, მეთანხმები, რომ რაც მაღლა ავდივართ ღვთისკენ სავალ გზაზე, მით სახიფათო და მრავალმხრივი ხდება ჩვენი ბრძოლა ეშმაკთან. ღმერთმა რომ გვაჩვენოს თავისი ძალა ჩვენში და ამასთან ამხილოს სატანის უძლურება, ზოგჯერ დაუშვებს ხოლმე, რომ მან ჩვენზე იმოქმედოს და გვებრძოლოს ისე, როგორც მას თუ სურს და შეუძლია. ღვთის ასეთი დაშვების შედეგად შესაძლოა ეშმაკს არ ეშინოდეს თავად ჯვრისა და ყოველივე იმისა, რაც სხვა შემთხვევებში მისთვის ღმრთის რისხვასავით ზარდამცემი და დამღუპველია. რა დარჩენია მეუდაბნოეს თუ კი განმეორდება ხილვა, იქნებ მართლა ანგელოზი ევლინება? შეეკითხა მოძღვარი ბერს. მოვლინებულმა თუნდაც თავად ქრისტეს სახე მიიღოს, მერე რა? უფლის ამაღლების შემდგომ ჩვენთვის სასარგებლოა უფრო მისდამი რწმენა, ვიდრე მისი ხილვა. აქ ერთი რამ არის საჭირო, ყურადღება არ მივაქციოთ მოვლენას და საკუთარ საქმეს მივხედოთ, ანუ ვილოცოთ და ანგელოზიც გამოგვეცხადოს, მერე რა? ჩვენი ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, ჩვენს მეუფესთან და უფალთან. ანგელოზი კი მხოლოდ მისი მონა და მსახურია. განსაჯე, განა კარგი იქნება საუბარი შეწყვიტოთ უფალთან და მის მსახურს მიაპყრო ყურადღება? თუ იმ მეუდაბნოეს მართლა ევლინება ღვთის ანგელოზი, არ უნდა შეიწყნაროს იგი. ანგელოზი შეურაცხყოფად არასდროს მიიღებს ლოცვის დროს მისდამი გამოჩენილ ყურადღებობას, რადგან იცის ღმერთთან ჩვენი ლოცვითი ურთიერთობის ღვთაებრივი მნიშვნელობა და არათუ არასდროს შეგვიშლის ხელს, არამედ პირიქით მას მართებს უფრო აღანთოს კაცის სწორი და მოუკლებელი ლოცვისათვის. და თუ ანგელოზი მისი თანადგომის დროს მისდამი გამოჩენილი გულცივობით განაწყენებული ხელს შეუშლის ღმერთთან ჩვენს ლოცვით საუბარს, მაშინ ასეთ ანგელოზს არათუ ჯვარს ემთხვეოდეს, თუნდაც ჯვრებში იყოს ჩაფლული, ნუ შეიწყნარებ, ის წინააღმდგომია. ამგვარად ჩემი რჩევა იგივეა, არათუ შეიწყნარო, არამედ სულიერი სამყაროს ხილულ გამოვლინებათა ნახვაც არ უნდა მოისურვო. ეს ჩვენ არც გვჭირდება და არც სარგებელს გვძენს, საფრთხეს კი უამრავს შეიცავს. ჩვენს გონებისმიერ ბრძოლაში ყველაზე უკეთ ვხედავთ ურთიერთ საპირისპირო ძალთა მოქმედებას. ამ დროს ვიგებთ, როგორია სატანური უტიფრობა და ბილწი გულის სიტყვები. იმასაც ცხადად ვხედავთ, როგორი ნათელი წმინდა უბიწონი არიან ანგელოზები 7 უშფოთველი აზრების გამოვლინებისას, რომელთაც ისინი აწვდიან ჩვენს გულს, მაშინ როცა სატანა გვაფორიაქებს ქედმაღლურ ანგარებიან და აუხორცებულ ოცნებათა ყველანაირი სიბინძურით და უუკვებელი მრისხანებით. კიდევ რა გითხრა? რად გვინდა ანგელოზის ან სატანის ხილული მოვლენები, როცა უამისოდაც ძალზე კარგად ვიცით ვინც არიან. ჩემი სიტყვების მართებულობაში რომ დაგარწმუნო განაგრძობერმა, ანუ იმაში რომ არ შეიწყნარო მოვლენებულნი, რადგან საშიშნი არიან, მომისმინე რას მოგიყვები ჩემი მეზობელი მეუდაბნოეს შესახებ. როგორც კი ღამით დადგებოდა ლოცვად, ეჩვენებოდა, რომ სენაკის წინა კუთხეში დაკიდებულ ჯვარს უცებ თვალის მომჭრელი, მზეზე კაშკაშა ნათელი იფინებოდა. ჯვრის დიდების ასეთი გაბწყინება ისე მოქმედებდა მლოცველის გულზე, რომ სიხარულით ცას ეწეოდა, როდესაც მეზობელმა ეს გამიმხილა, მე ჯერ ეშმაკისეულ თამაშს მივაწერე, თუმცა მომინდა თავად შემომოწმებინა ხილვა და დაღამებამდე გავემართე ჩემი მეზობლისკენ, როდესაც დაღამდა, ჩვენ სენაკის სხვადასხვა კუთხეში დავსხედით. მე მასპინძელს მივმართე. მომისმინე ძმაო, მე უღირს მგონია, რომ ვერ ვიხილავ შენი ჯვრიდან გამომავალ ნათელს. ამიტომ, როდესაც ჩვეულებრისად შენიშნავ ამ სასწაულს, მეც მითხარი. მასპინძელი დამეთანხმა და ჩვენ უხმოდ დავიწყეთ სკვნილზე ლოცვა უდაბნოს უკან სიბნელეში. 1 საათი წარ იყო გასული, რომ მასპინძელმა საზეიმოდ შესძახა. მამო, ჯვრიდან ნათელი გადმოდის, თვალსაც კი ვერ ვუსწორებ მას. აღუწერელია სიხარული ჩემი გულისა. ამ ხილვით განცდილი სულიერი აღფრთოვანებით სამღვთო ნათლის სიტფოთი ცას ვეწიე.
ბირჯვარი გადაიწერე, ჩავჩუჩულე მას. არ შემიძლია, მამაო, სიხარულმა ისე გამომაცალა ძალა, რომ ხელის აწევაც არ ძალმიც. საწოდავო, ნაღულიანად წარმოვთქვი, მივარდი და ჯვარი გადავსახე. საწოდავო, გაუმეორე მე, სადამდე მიიყვანე თავი შენი უგუნურებითა და ამპარტავნებით. შემდეგ კი ვკითხე, ნათება ისევ არის, თუ უკვე აგაქრა? არაფერი აღარ არის, ახლა უწინდებურად ბნელა, მიპასუხა მან. ხედავ, რა შეიძლება დაემართოს შენს ძმას, მიმართა ბერმა მოძღვარს. როდესაც მოძღვარი მიამბობდა ბერთან თავის საუბარს, მოგვითხრობს წერილობით ავტორი, ამ უკანასკნელის სიტყვები სრულიად ვირწმუნე და გავიხსენე წმინდა ნიკიტა კიეველი დაყუდებული. ამ განდეგილსაც აფრთხილებდნენ სატანის ცუნებისგან თავი დაეცვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკიტამაც მოსთხოვა მოვლინებულ ანგელოზს ჯვრის გამოსახვა, როცა ეშმაკი დაყუდებულის დასანახად მოუკლებლად ლოცულობდა. ალბათ ბიჯვარსაც იწერდა და ხატის წინაშე მუხსაც იდრეკდა. ანგელოზის ლოცვაში ეს ნიშნები რომ არ ყოფილიყო დაყუდებული, მაშინვე მიხვდებოდა და ნათელი ხილვის მიღმა ბნელეთის ანგელოზის ქმედებას ამოიცნობდა.